დაფიქრდი, გქონია თუ არა რაიმე კომპლექსი ბავშვობიდან, ან თუ გიფიქრია იმაზე, რომ რაღაცნაირი ხარ, რითიც განსხვავდები სხვებისგან. კომპლექსების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი თვითშეფასება, წარსულის ნეგატიური გამოცდილება და ზოგადად სხვა ფაქტორები, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ქცევაზე, ისე ჩვენს განწყობაზე. დაუსვი შენს თავს კითხვა, ეს ნამდვილად კომპლექსია თუ ეს არის შენეული აღქმა საკუთარი თავისა. როდესაც კომპლექსებზე ვფიქრობთ, ხშირად მას ვმალავთ საზოგადოებაში, რომ ნაკლებად შესამჩნევი იყოს. მოდით დაფიქრდით, ნამდვილად მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენში აი ამ ხელა პრობლემას იწვევს. მაგალითად, თუ მე ბავშვობიდან მაქვს ხმის ტემბრის კომპლექსი, მაშინ ეს შეიძლება ერთ-ერთ ძლიერ იარაღად ვაქციო, რადგან დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ისმენს ჩემი ხმის ტემბრს და აქედან გამომდინარე ეს ჩემი წარმატების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. დაფიქრდი, კომპლექსები მართლა გზღუდავს შენ თუ შენ აძლევ აი ამ აზრს არსებობის საშუალებას. გარდა ამისა დაფიქრდი, რა სარგებელს კარგავ მაშინ, როდესაც აი ასე ზღუდავს შენს თავს. გნებავს კომენტარში, გნებავს შენთვის ჩამოწერე ერთი კომპლექსი, რომელიც გაქვს, ჩამოწერე შემდგომ აი ამ კომპლექსის მიზეზი და შემდეგ ის დადებითი თვისება, რომელიც აი ამ კომპლექსს დააბალანსებს. როდესაც ზუსტად განსაზღვრავ იმას, თუ რა არის კომპლექსის მიზეზი, შემდგომ განსაზღვრავ იმასაც, რამდენად უნდა მისცე მას არსებობის საშუალება. გახსოვდეს, რომ კომპლექსი ეს არ განსაზღვრავს შენს ფასეულობებს, ღირებულებებს, არამედ ეს არის ამბები უბრალოდ, რომელსაც ვაჯერებთ საკუთარ თავს. რაიმეს შეცვლა, ნაბიჯების გადადგმა, პიროვნული ზრდა, განვითარება ისეთ შენი არჩევანია, თუ რა თქმა უნდა გსურს. რაც მეტ მიმღებლობა და სიყვარული გექნება საკუთარი თავის მიმართ, მით მეტად ძლიერი იქნები, რა თქმა უნდა.